მაგაკვაცნო. ჩვენს ეთერში კი მთავარი თემის დრო დადგა. დღეს ჩვენი მთავარი თემა შეეხება მოქალაქეთა განცხადებისა და ქონების უფლების რეგისტრაციას, რომელიც გამარტივდა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედმა ყველა ნოტარიუსმა გაიარა შესაბამისი ტრენინგი, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ჩაატარეს და ამის მიზანი გახავთ იმ რიგი პროცედურების გამარტივება, რომელთა მომსახურების მიღებაც მოქალაქეებს უკვე ნოტარიუსებისგან შეეძლებათ და ხო სიუჟეტი შემდეგ კი უკვე სტუმართან ერთად დაგიბრუნდებით. ის კორპუსი სადაც ცხოვრობდა განსვენებული მამა და რბინაიდან მე მინდა რომ მემკვიდრე ვიყო, დედა ცოცხალია და დედა მემკვიდრეა, მაგრამ მე მინდა ვიყო მემკვიდრე. ამიტომ მივიდივარ რომ დავწერო განცხადება მემკვიდრეობის მიღებაზე და ავიღო ის მემკვიდრის ცნობა. იმისთვის რომ პაატა ჯაჭვლიანმა მამის ქონება საკუთარ სახელზე გადაიფორმოს, რამდენიმე მარტივი პროცედურის გავლა მოუწევს. თუ ადრე მას საჯარო რეესტრში მისვლა და გარკვეული დოკუმენტების დამტკიცება დასჭირდებოდა, ახალი კანონით მემკვიდრეობის გადაფორმება მხოლოდ ნოტარიუსის დახმარებით გახდა შესაძლებელი. გარდაცვლილის ნათესავებმა ან ოჯახის წევრებმა განცხადება მემკვიდრეობის გადაფორმების შესახებ სანოტარო ბიუროში ახლობლის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში უნდა შეიტანონ. 6 თვის შემდეგ მემკვიდრე წარადგენს ქონების შესახებ ინფორმაციას, რომელიც ირიცხება გარდაცვლილის სახელზე. სიახლე არის ის, რომ მას აღარ უწევს ცალკე დამატებით საჯარო რეესტრში მისვლა და ამ განცხადების ჩაბარება. საშუალება აქვს, რომ ნოტარიუსის სანოტარო ბიუროდანვე გააკეთოს ეს განაცხადი საჯარო რეესტრში და მოახდინოს მისი უფლების რეგისტრაცია ნივთზე, როგორც საკუთრების. ახალი წესი მოქალაქეებისთვის მომსახურებას ბევრად ამარტივებს და გაცილებით ხელმისაწვდომია. დაბრუნდით პირდაპირ ეთერში და ჩვენი გადაცემის სტუმარი არის ქალბატონი ლალი გზირიშვილი, ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის და აქვე ვეთქვი ჩვენს ტელემაყურებელს, რომ იმ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც დაგაინტერესებთ, რომელიც ჩვენი გადაცემის თემა, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე 2409006 და დასვათ შეკითხვა. ქალბატონ ლალი, პირველ რიგში ვისაუბროთ იმ ინიციატივას და იმ გამარტივებულ პროცედურაზე, რომელსაც უკვე ნოტარიუსების თავაზობენ მოსახლეობას. ნოტარიუსების თავაზობენ მოსახლეობას მართლაც გამარტივებულ პროცედურას, რომელიც მათთვის იქნება ხელსაყრელი, მომგებიანი, დაუზოგავს დროს პირველ რიგში და ზედმეტ ბიუროკრატიულ მექანიზმებს მოხსნის მათთვის. რეგისტრაციისათვის მოქალაქეს აუცილებლად უნდა მიემართა საჯარო რეესტრისათვის, მაგრამ ახლა უკვე შესაძლებელია გაიარეს რა ნოტარიუსებთან სპეციალური ტრენინგები, რომლებიც ჩატარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრის ორგანიზებით და ჩატარდა საჯარო რეესტრის თანამშრომლების მეშვეობით. ყველა ნოტარიუსმა მიიღო ავტორიზაცია. ყველა ნოტარიუსს აქვს უფლება უძრავ ქონებაზე მოქალაქეს თავისი უფლება დაურეგისტრიროს, განაცხადი მიაწოდოს საჯარო რეესტრს და ნაწილს ნოტარიუსებისას აქვს უფლება რომ დაასრულოს კიდეც რეგისტრაცია. გასაგებია, კონკრეტულად ამ გადამზადების პროცესზე მინდა გკითხოთ, კონკრეტულად რა ახალი თვისებები, რა უფლება მოვალეობები მიიღეს და რაში გადამზადდნენ ნოტარიუსები? გადამზადდნენ რაში ფაქტიურად განაცხადის მიღების პროცედურა, რაც იყო ელექტრონულად, როგორ არის შესაძლებელი, როგორ შეიძლება რომ მივიღოთ განაცხადის შევსება, შემდეგ ამ შევსებული განაცხადის მიწოდება საჯარო რეესტრისათვის და ასევე აიტვირთება ბოლოს ის ხელშეკრულება, რომელიც დაიდება გარიგების სახით, აიტვირთება მისკანერებული რედაქცია, ხოლო მატერიალურ დოკუმენტს დადებიდან 1 თვის განმავლობაში წარუდგენს საჯარო რეესტრს. ტრენინგი ძირითადად მოიცავდა აი ამ მიმართულებით უფრო ტექნიკურ მხარეს, რომ პროგრამულად მიწოდებული ყოფილიყო განაცხადი საჯარო რეესტრისა. და ნოტარიუსები არიან რეესტრის ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებლები არის კი ყველა ნოტარიუსი. რაც შეეხება უშუალოდ აი ამ პროცედურას, გასათვალისწინებელია, რომ როდესაც ამ პროცედურაზე ვსაუბრობთ, ქონების გარდაცვლილ მეპატრონეს უკვე რეგისტრირებული უნდა ქონდეს ქონება რეესტრში. დიახ, მართალი ბრძანება. შესაძლებელია გარდაიცვალა პიროვნება, რომელსაც ქონება ჰქონდა რეგისტრირებული საქართველოს, მაშინ იყო ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიურო, ვიდრე შეიქმნებოდა საჯარო რეესტრი. და მოქალაქემ არ დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში თავის ქონება, ამ შემთხვევაში ნოტარიუსს გაუჭირდება, იმიტომ რომ თავდაპირველი რეგისტრაცია ქონების უნდა განხორციელდეს საჯარო რეესტრში. ამიტომ ასეთ შემთხვევაში ნოტარიუსი იძულებული იქნება, რომ მოქალაქეს მოუწოდოს საჯარო რეესტრს, მიმართოს საჯარო რეესტრს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ საჯარო
საჯარო რეესტრშია რეგისტრირებული ქონება, ნოტარიუსი სამკვიდრო მოწმობას გასცემს, ასევე მიიღებს განაცხადს და ამ მონაწერსაც მისცემს მოქალაქეს, თუ მას ამის სურვილი ექნება. გახვითკითხავთ, არსებობს თუ არა იმის შანსი, რომ უახლოეს მომავალში სხვა მომსახურებებიც, როდესაც არ არის დარეგისტრირებული რეესტრში, ასევე გახდეს ნოტარიუსთან მიერ დამოწმებული და შემდეგ გადაგზავნილი რეესტრში. ანუ შეიძლება თუ არა ნოტარიუსებს სხვა არა რეესტრში დარეგისტრირებულ ქონებაზე ამ მონაწერის გაცემა თქვა. პირველადი რეგისტრაცია, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება, ალბათ ამისათვის კიდევ უფრო დამატებით დაგვჭირდება რაღაც გარკვეული, მაგრამ არ მგონია, რომ ეს პრიორიტეტული იყოს. ეს იმდენად იშვიათი გამონაკლისია, იმიტომ რომ თითქმის მთელი მოსახლეობის ქონება არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, რომ არ მგონია, რომ ეს პრიორიტეტად ვაქციოთ. ზარი გვაქვს სტუდიაში, მოусმინოთ ჩვენს მაყურებელს, დილამშვიდობის პირდაპირ ეთერში ხართ. დილამშვიდობისა. გისმენთ. მე მაქვს ასეთი კითხვა. გისმენთ, დასვით. მშობლები გარდამეცვალა 2001 წელს 99 წელს. დიახ. მაგრამ არ გადამიფორმებია სახლი რაიონში. დიახ. და შემიძლია ეხლა ნოტარიუსით გადავიფორმო მე ეს თუ სასამართლოს ჭირდება ისევ ამას. მე ჩაწერილი ვარ იქა. დიახ. ძალიან დიდი მადლობა შეკითხვისთვის. 2001 წელს გარდაიცვალა მშობლები და სავარაუდოდ როგორც თქვენი შეკითხვიდან დამრჩა შთაბეჭდილება, ალბათ არ მიგიმართავთ გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში ნოტარიუსისათვის. მაგრამ ვინაიდან არის რაიონში არის განსხვავებული სპეციფიკა იმ გაგებით, რომ წმუნებული არის უფლებამოსილი პირი, საჯარო უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, რომელსაც შეუძლია გასცეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თქვენ ნამდვილად დაეუფლეთ თქვენი გარდაცვლილი მშობლების ქონებას. ანუ იმ უძრავ ქონებას, რომლის მემკვიდრეობის მიღებაც გსურთ, თქვენ ნამდვილად ფლობთ, პატრონობთ, უვლით, იხდით გადასაღაც მიწასთან დაკავშირებულს და ასე შემდეგ. ასეთი შინაარსის ინფორმაციის გაცემის შემთხვევაში ნოტარიუსს ექნება საშუალება, რომ სასამართლოსადმი მიმართვის გარეშე თქვენ გაგიწიოთ ის დახმარება, რომ მოგცეთ სამკვიდრო მოწმობა. მაგრამ თუ მსგავსი ინფორმაცია არ გვექნება, ან თუ წარადგენთ ინფორმაციას, რომ ერთ მისამართზე ხართ რეგისტრირებული მამკვიდრებელი, ანუ გარდაცვლილი თქვენი მშობლები და თქვენ, ასევე შესაძლებელი იქნება ბოლო და უკიდურეს შემთხვევაში იქნება საჭირო სასამართლოსადმი მიმართვა. დიდი შანსი გაქვთ, ვფიქრობ, დაახლოებით ალბათ 80-90% ვინაიდან დაეუფლეთ იმ ქონებას. გასაგებია, კიდევ ერთი ზარია ძალიან აქტიურობს მაყურებელი, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. ესე იგი, რაიონში, სადაც პაპას კონდა სახლი აშენებოდა. დიახ. რაღაც პაპას სახლი აღარ ბებია და აღარ მშობლები აღარ არის. მე ჩაწერილი ვარ თბილისში, სახლია რაიონში. როგორ უნდა გავიფორმო? არანაირი საბუთი არ მოიძებნა. მოგახსოვთ მაშინ როგორ აშენებდნენ სახლს, არც პროექტი ჭირდებოდა, რაც არაფერი რაიონებში და აშენდებოდა და იყო სახლი. ასე ეს სახლი. მოხდა. გასაგებია. კი ბატონო, გიპასუხებთ. ანუ, როდესაც ჩვენ ვიძახით პაპას, აქ კანონმდებლობისთვის აქვს მნიშვნელობა იმას, რომ თქვენი მშობელი უფრო ადრე გარდაიცვალა, თუ თქვენი პაპა. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მშობელი უფრო ადრე გარდაიცვალა, მაშინ პაპის პირდაპირი მემკვიდრე, ასე ვთქვათ, პირველი რიგის მემკვიდრე ხდებით თქვენ შვილიშვილი. თუ პირიქით მოხდა, მაშინ თქვენი მშობლისგან უნდა მიიღოთ ქონება. არ ვიცი ხე რამდენად ჩაიჭრეთ ეს. რაც შეეხება მემკვიდრეობით მიღებას, მიუხედავად იმისა, რომ იყო დაუშვათ ეს სახლი გაფორმებული მასზე, თუ არ იყო გაფორმებული მიწის ნაკოწი, აუცილებლად იქნება ან მებაღლის წიგნაკი, ან მიღება ჩაბარების აქტი, რაიმე დოკუმენტი, რომელიც ხატყობს იმას, რომ მესაკუთრე ამ მიწის ნაკოთისა იყო პაპა თქვენ. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ყველა ის უფლება მემკვიდრეობით, სამკვიდრო აქტივი და პასივი, რაც გააჩნდა თქვენს პაპას და ამის შემდეგ საჯარო რეესტრს მიმართოთ და მოითხოვოთ უშუალოდ იმ ქონების რეგისტრაცია, რომელიც გარდაცვლილს ეკუთვნოდა. დაგჭირდებათ ასევე აზომვითი ნახაზები, ზუსტი ელექტრონული ვერსია, ქაღალდის ვერსია და ასე დაირეგისტრირებთ ქონებას. სამკვიდრო მოწმობა შეიძლება ვერ მიიღოთ უშუალოდ იმ უძრავ ქონებაზე, მაგრამ მიიღებთ ეგრეთ წოდებულ აქტივზე, პასივზე, ანუ უფლებებზე და მოვალეობებზე. გასაგებია, თუ არ მოიძებნა არანაირი დოკუმენტი, თქვენ რამდენიმე დოკუმენტი ახსენეთ, ზოგადად, თუ არ აქვს არანაირი დოკუმენტი, ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე?
თუ არა აქვს, მაშინ ალბათ ერთადერთი გზა რჩება, რომ მიმართოს სასამართლოს და სასამართლო დაადგენს ფაქტს, რომ ნამდვილად გარდაცვლილს ეკუთვნოდა ეს ქონება და მემკვიდრე შემდეგ არის მისი ვინც განაცხადი გააკეთა, მაგრამ რაღაცა მაინც მოიძებნება ალბათ. გასაგებია კიდევ ერთი ზარია სტუდიაში დილამშვიდობის გამარჯობა ჩემო კარგო. უკვე თავად ისე ცოტა განსხვავებული კითხვა მაქვს. ბინა ვიყიდე უკვე 3 თვე არის. პატრონი არ მიცის. გავაფორმე პირდაპირ საჯარო რეესტრში. ნოტარიუსთან არ გამიფორმებია და აი ამ შემთხვევაში რა შეიძლება რომ გავაკეთო? მითხეს ნოტარიუსით რომ გაგეკეთებინათ, იქ ვადა ჩაიწერებოდა. რამდენად საჯარო რეესტრში არ ჩაწერილა. აი ამ შემთხვევაში რა შეიძლება გავაკეთო და ვის შეიძლება მივმართო? გასაგებია. ქალბატონო, კი, გასაგებია, ნოტარიუსთან რომ მიბრძანებულიყავით, აუცილებლად ნოტარიუსი შეგეკითხებოდათ, როდის გადასცემდით ფაქტობრივ მფლობელობაში, უბრალოდ როდის გადმოგცემდნენ ფაქტობრივ მფლობელობაში უძრავ ქონებას და ამ თარიღს დააფიქსირებდა. მაგრამ ეხლა იმის გამო, რომ საჯარო რეესტრში მიბრძანდით და იქ ვადა არ ჩაწერეთ, ეს არ აძლევს მესაკუთრეს, ყოფილ მესაკუთრეს იმის უფლებას, რომ განუსაზღვრელი დროით დაიტოვოს ეს ქონება ფაქტობრივ მფლობელობაში. თქვენ შეგიძლიათ რომ მიმართოთ პოლიციას და როგორც უცხო პირი, რომელიც თქვენს ქონებაში ცხოვრობს, მოითხოვოთ მისი გამოსახლება. თუ სხვა გზას არ დაგიტოვებთ მესაკუთრე. ძალიან აქტიურობს მაყურებელი კიდევ ერთი ზარი სტუდიაში დილამშვიდობის გისმენთ. ალო? გისმენთ პირდაპირ ეთერში. ესე იგი, სახლი ეგრეთ წოდებული ის რომ იყო ამხანაგობები თავის დროზე, პრივატიზირებულია, მხოლოდ არის საჯარო რეესტრში არ არის გატარებული. და მაგ შემიძლია თუ არა, ესე იგი, თბილისში გავატარო საჯარო რეესტრში, რადგანაც ეგრეთ წოდებულ საზღვართან ახლოს არის კასპის რაიონში. გასაგებია. კასპის რაიონში საზღვართან ახლოს ეს ვერ გავიგე. ანუ საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონებაა, ხო? მაყურებელი ხაზია, თავად შეუძლია კითხვაზე პასუხი გავგზეს. კი ბატონო, ანუ კასპის რაიონის სოფლებში არანაირი პრობლემა არ არის იმისი, რომ საჯარო რეესტრში გატარდეს და შეგიძლიათ მიმართოს ასევე თბილისის სარეგისტრაციო თბილისში საჯარო რეესტრის სამსახურს და აქედანვე მოახდინოთ მისი რეგისტრაცია. ანუ თუ იმას გულისხმობთ, რომ ადგილზე ჩასვლა არის თუ არა სავალდებულო, ეს არ არის სავალდებულო, შეგიძლიათ აქედანაც. პრივატიზაციის ხელშეკრულება უნდა წარადგინოთ და მოითხოვოთ რეგისტრაცია. გასაგებია, რაც შეეხება მემორანდუმს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გაფორმდა რეესტრის ეროვნული სააგენტო, ნოტარიუსთა პალატა და სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო, იქნებ ჩვენს მაყურებელს აი ამ მემორანდუმის შესახებ ვუმობთ და რას ითვალისწინებს ის? კი ბატონო, მადლობთ შეკითხვისათვის. ანუ საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის ივლისის თვეში მიიღო კანონი სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების შესახებ. ამ კანონის მიზანი არის ფაქტიურად სოფლად სიღარიბის დაძლევა, აღმოფხვრა, სოფლიდან მიგრაციის შეჩერება, მოსახლეობის დასაქმება და ასე შემდეგ. ძალიან კეთილშობილური მიზნები აქვს ამ კანონს და ამ მიმართულებით უნდა შეიქმნა სასოფლო სამეურნეო კოოპერატივები, ამ სტატუსის მქონე სუბიექტები და ვიდრე ამ სტატუსს მიანიჭებს აი ეს განვითარების სააგენტო, რომელზედაც თქვენ თვისთანაც მემორანდუმი გავაფორმეთ, თავდაპირველად უნდა დარეგისტრირდეს სუბიექტი, მეწერამთის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი ფორმით, ეს არის კოოპერატივი. აი ამ დროს შეუძლია მან მიმართოს ნოტარიუსს. ნოტარიუსი მომზადებს წესდების რედაქციას, გააცნობს მის შინაარს, არის ახლა იქ მრავალი დებულება ისეთი, რაც ხარდაშორის უნდა შეთანხმდეს და ამის შემდეგ აქვს უკვე ნოტარიუს შესაძლებლობა, რომ ასევე რეგისტრაციისათვის მიიღოს, ისევე როგორც უძრავ ქონებაზე. აქ უკვე ნაწილს აქვს ავტორიზაცია ნოტარიუსების ნაწილს სამეწარმეო რეესტრში წვდომაზე და ვისაც აქვს ეს უფლება, ის ამ კოოპერატივის შესახებ წესდებას დაუმოწმებს კიდევაც და მიიღებს კიდევაც სარეგისტრაციო. კიდევ ერთი ზარია სტუდიაში, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ დილამშვიდობის. დილამშვიდობის გისმენთ. გამარჯობა პირდაპირ ეთერში. ალო. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. უკაცრავად. გისმენთ. მიწის ნაკვეთი გვაქვს რაიონში, სოფელში. დიახ. ალო. დიახ, გისმენთ. რომელსაც პრობლემი ჩემი წინაპრები მშობლები, რომელიც არ იყო, არ არის დარეგისტრირებული. შეიძლება მისი დარეგისტრირება აი ადრე ხდებოდა მაგალითად მეზობლების დამოწმებით და ასე შემდეგ შეიძლება მაგის დარეგისტრირება გასაგებია მსგავსი ტიპის შეკითხვა დაისვა და ჯურნალისტმა
გასაპასუხი მეზობლებთან დაკავშირებით თუ შეგვიძლია პასუხი გავცეთოთ. გარკვეულ დოკუმენტებზე საუბარი, რომლებიც უნდა მოეპოვებოდეს ნაკვეთის პატრონს, თქვენი მაგრამ მე ხე ისეთ თავისუფლება დამჩა, რომ წინა შეკითხვის ავტორს ჰქონდა რაღაცა გარკვეული დოკუმენტაცია და შესაძლებელია დაკარგული ქონდეს, მაგრამ მე მგონი თქვენ ახლა ისე დაშვით შეკითხვა, რომ შესაძლებელია რომ ისე ხდებოდაო, ანუ დაეუფლა ყოველგვარი დოკუმენტის გარეშე. შეიძლება ზედ შენობა ნაგებობაც ააშენა და ფლობს და ცხოვრობს იქ. შესაძლებელია ეს მოხდეს ამ ქონების ლეგალიზება. მეზობლები თუ დაადასტურებენ იმ გარემოებას, რომ რაღაცა გარკვეული წლების მანძილზე ამ ქონებას დაეპატრონեն, თუ აგრეთვე არ არის მოდავე პირი და მესამე პირებს არ აქვს რაიმე ქონებრივი პრეტენზია ამ ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობის მიმართ, ეს შესაძლებელია, რომ მოხდეს ლეგალიზაციის გზით. გასაგებია. რაც შეეხება სხვა პროცედურებს, უახლოეს მომავალში იგეგმება თუ არა, რომ სხვა ინიციატივები შესთავაზოთ მოსახლეობას? ჩვენ მუდმივად შევთავაზებთ მოსახლეობას სხვადასხვა ინიციატივებს, ყველანაირად მხარდაჭერას თანადგომას გამოვხატავთ და მზაობას გამოვხატავთ იმისათვის, რომ მოსახლეობას გაუმარტივოთ და შეუქმნათ ისეთი დოკუმენტი, აი ხა როგორი შეკითხვაც შემოვიდა წეღან, ელემენტარული ქონება შეიძინა და ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ თავის ქონებაში შევიდეს. როდესაც ნოტარიუსი ჩაერევა ასეთ ურთიერთობაში, ყველა ასეთი დეტალი მსგავსი გაიწერება, გაცილებით უფრო დაცული იქნება ადამიანი გაფრთხილებული და უფრო მეტად აღჭურვილი თავისი უფლებებში დაჯერებული და წარმატებული, ვიდრე სხვა შემთხვევაში. გასაგებია, თორცები კიდევ ერთი ზარი გვაქვს სტუდიაში. დილამშვიდობის გისმენთ. შეკითხვა გენერცვალე, ჩემ და 2004 წელს გარდაეცვალა მეუღლე. და არ გადაუფორმებია და ეხლა არის საზღვარგარეთა. დიახ. და როგორ შეიძლება რომ ჩამოვა, აი როგორი წესი შეიძლება გადმოიფორმოს ბინა. გასაგებია, თორცები ნოტარიუსთა პალატას აქვს მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს ონლაინ გაფორმებას. დიახ, ნოტარიუსს აქვს ეს მომსახურება, შესაძლებელია პირდაპირ კომუნიკაციის რეჟიმში მივიღოთ მინდობილობა. რახან თქვით, ქალბატონო, თქვენ რომ ჩამოვაო, მაშინ შეუძლია, როცა ჩამოვა, მაშინ უშუალოდ მიმართოს ნოტარიუსს. თუ ვერ ჩამოდის და საქართველოს მოქალაქეა და პირადობის მოწმობა აქვს აქტიური, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ დისტანციურად გასცეს მან მინდობილობას შესაბამისი პროცედურის დაცვით. როგორ უნდა გაიფორმოს და ჩვეულებრივად, ანუ 2004 წელს გარდაიცვალა მოქალაქე 1-ში თუ 84-ში, ტრაგედია არ არის თუ არ მიმართა ნოტარიუსს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს ჩამოერთმევა კონსტიტუციური უფლება, როგორიცაა მემკვიდრეობის უფლება. მიმართავს ნოტარიუსი, ვინაიდან მეუღლე იყო, ქორწინების მოწმობა დაჭირდება, გარდაცვალების მოწმობა დაჭირდება, რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციები და არ იქნება დიდი სირთულე ამისი გადაფორმება, ესე მჯერა. და ძალიან აქტიურობს მაყურებელი კიდევ ერთი ზარია და დღეისთვის ბოლო გისმენთ თქვენ ეთერში ხართ დილამშვიდობის. გამარჯობა. საჯარო რეესტრის და სამეწარმეო რეესტრის ავტორიზებული მომხმარებელი ვიყავი 2013 წელს გაუვიდა ვადა და თუ შესაძლებელია ამ ვადის გაგრძელება ან ხელახლა ავტორიზების უფლების მოპოვება. გასაგებია, ეს ხელშეკრულებები ახლა მე ვერ დავიჩემებ დიდად, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ეს ხელშეკრულებები, რა თქმა უნდა, ვადიანია. ამ ვადის გასვლის შემდეგ ტრენინგები ჩაუტარდათ არა მხოლოდ ნოტარიუსებს, არამედ კიდევ სხვა ავტორიზებულ მომხმარებელს, საბანკო სექტორს, კერძო პირებს და თქვენ უნდა მიბრძანთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრში და იქ მოგცემენ ალბათ ინფორმაციას. მე რამდენადაც ვიცი, ეხლაც ამჟამადაც მიმდინარეობს დატრენინგება მაგ მიმართულებით და შეიძლება მოასწროთ და ჩაჯდეთ ვადებში. ძალიან დიდი მადლობა. მე მგონი ამოვწურეთ ყველა ის საკითხი, რაც ჩვენ ტელემაყურებელს ძალიან აინტერესებდა. ქალბატონი ლალი გზირიშვილი იყო ჩვენი სტუმარი, ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. ვნახოთ რეკლამა, რამდენიმე წუთში სხვა თემებით დაგიბრუნდებით.